ძირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი შალვა ნათელაშვილი. გაუმარჯოს. როგორ ხართ ბატონ შალვა? მოწინააღმდეგეს რო არ გაუხარდება ის. ჩემს გადაცემაში უკვე მეორედ ხარ სტუმრად, თავს ხო კარგად ვცნობთ, ანუ იმ გადაცემის მერე. მე ვცხოვრობ თქვენი გადაცემიდან თქვენს გადაცემამდე. ანუ ესეა, პარასკევიდან პარასკევამდე ესე. შეიძლება ითქვას, რომ კიდე არა მარტო მე, ლამის თვეში საქართველოს გელოდებათ. კარგით, გასაგებია, უბრალოდ რა არის, იცი, სანამ საუბარს დავიწყებთ ბატონ შალვა. ჩვენ გადაცემაში უშვებთ ხოლმე ხშირად თქვენს ვიდეოებს, გამოჭრილი ვიდეოებს. აქედან გავაკეთეთ რაღაც ესეთი პატარა კოლაჟი. ну, ხასიათისთვის რომ მოვიდეთ უკვე იმაზე, ამბავზე. თქვენ ჩემი პირადი პროდიუსერი ბრძანდები? დიახ, მუშაობ თქვენს პირაზე. მაშინ საავტორო უფლებების დაცვას მოვითხოვ. არა, ну, ეხლა შეთანხმების ამბავია, ახლა შეგვიძლია სიტყვიერად. უფასოდ გადმოგცემ საავტორო უფლებებს და ჰონორარს. ნახოთ ვიდეო და მე გავაგზავნოთ საუბარი. აი აქედან ჩოხატაურიდან პოლიტიკის აკადემიიდან ვიწევ პირდაპირ ტელედებატებში ქწანისიდან ედუარდ შევარდნაძეს, ჰაერიდან თვითმფრინავიდან მიხეილ სააკაშვილს და შუშის აკვარიუმიდან ბიძინა ივანიშვილს და გამცემ პასუხი რატო იყო საქართველოს ამხელა, რატო გახდა ამხელა. ატამი კახეთში ღირს 10 თეთრი გაქონდათ აზერბაიჯანში, იქიდან აზერბაიჯანის მხარემ დაუწესა შეზღუდვები და ატამს მაინც მიხედავს, კაი დემოკრატიას ვერ მიხედა, კრიმინალს ვერ მიხედა, საარჩევნო სისტემას ვერ მიხედა და არ მიხედა, კორუფციას ვერ მიხედა და არ მიხედა, ატამს მაინც მიხედავს მამაცხოვნები. თუნდაც ახლა ყოველ ორშაბათს რო მოძრავს ედუარდ შევარდნაძე, წამოკოტრელებულა იქა და ახლა გადაიქცა ბუდად. ხო. მე ვუპირისპირდები რესპუბლიკელებს, მაგრამ მომწონს ივანიშვილი. ეს იცით რას ნიშნავს? ისე ნახევრად ფეხმძიმეა. ნახევრად ფეხმძიმეობა არ არსებობს. ხალი ამ ფეხმძიმე, ან არ არის ფეხმძიმე და ივანიშვილი გარეთ ვერ გამოიყვანეთ, სანამ ურეთში მის ჭიშკართან არ მივიდა ზღვა, მე გამოიხედა რა ხდება იკითხა. პრემიერი, რომელიც ვიმეორებ, იძინებს საღამოს 10 საათზე და 6 საათზე იგუძებს, რომ იოგა გააკეთოს, ნამდვილად პრემიერის გარდა ყველაფერი. ნაცმოძრაობას აქვს სასიკვდილო ხროტინის პერიოდი. ანუ ეძახდნენ ამას სულს ებძვისო ჩემ დროს და თაფლს აუსვავდნენ ჭერში, თაფლს. რომ ის სული თაფლისკენ წავიდეს და ერთხელ თქვი ოცნება გამოვლეთ ფერში პიში ოცნება გამოლებულს უნდა დატოვეთ კი ხალხს და ეს ალბათ სწორი იყო ხო ასე აკეთებენ ეხლა ის შემოულაწუნესავით რო დაღავს ნატრისხის პერსონაჟი როა ეს მარგველაშვილი ივანიძე ასე აკეთებენ დღეს ამდენ ეხლა ის უარის ის ბიზნესმენი სისაკაძე შემწორ გოჩს რო გავს ყველა მთავრობაში რო იყო არა ეს გოჭი არ არის ცუდი ეს საყურელი არსება ბათაშორის ისე პრემიერი ივანიშვილი 10 საათზე იძინებს თურმე როგორც განაცხადა ხუხაშვილმა მისმა კარის სიზღვრების მინისტრმა ხო და მე დიდი იმედი მაქვს ამ ჩვენი გადაცემით მას ამაღამ თრაფ ისე კარგად არ დაეძინება ისე შევარცვლინე პრემიერი რომლის ხალხის შიმშილობს რომლის ხალხიც კვდება ინსულტებით ნევროზებით უძილობით ინფარქტებით და 10 საათზე იძინებს ну აი აქედან გამომდინარე გასაკუთრებით ორი მონაკვეთი მომწონს ამ ფრაზებიდან ну გამოვყოფთი რა ეს არის შემოულაწუნესავით დაყავს ერთი და მეორე ნაციონალებს აქვს ხროტინის პერიოდი და თაფს რო უსვავთ ჭერზე და სულოს გახსოვთ ხო ეგ 27-ში შოვიან თაფს ალბათ სხვათა შორის მე უფრო სხვანაირად ვუდგები ამ საპრეზიდენტო არჩევნებს. იმ შემოულაწუნეს შემდეგ ახალი ფრაზა გამოჩნდა ჩემ შემოქმედებაში. მაგალითად რომელი? მაგალითად ყემალზე ზიზდა ბალს ჭამს. ყემალზე ზიზდა ბალს ჭამს. ხო და ნუ არჩევნებში ყველაზე ისეთი აქტიური თქვენ ბრძანდებით მე მაგალითად ახლა ისე ვარ განწყობილი რომ აი ამ გადმოსახედიდან ალბათ თქვენ მოგცემთ ხმას, იმიტომ რომ ამ იმორისტულ გამონათქმებზე ცოტა კონკურენტს ხედავ თქვენში, ახლა უცბად რომ მე this შალვა შოუ გააკეთოთ ან სადმე რომელიმე ტელევიზიაში, ახლა ჩემთვის ცოტა ახლა მე მიჩვენია რომ პრეზიდენტი გახდეთ ვიდრე ჩემი კონკურენტი. კარგით. ისე სწორი გათვლებია. კი, სწორი გათვლებია. ნუ ბევრ სოფელში იყავით. ამდენ სოფელი მოიარეთ. 700 სოფელი და ქალაქი მოვიარე. 700. 700.
დაახლოებით 1200 შეხვედრა, ახლა ბევრი დიდი სოფელია ღმერთმა გამრავლოს და 3-4 შეხვედრა გამოვიდა. მაგალითად რამე დასამახსოვრებელი თქვა აგარაში, რამდენიმე დიდი შეხვედრა, ფარცხანაყანებში. ფარცხანაყანებში წიღა. სხვათა შორის საქართველოს სავსეა კოლორიტი ადამიანებით და როცა ჩავედი ოზურგეთში იქ მოვიკითხე ერთი ძალიან დიდი ნიჭის მქონე არისტოკრატი პიროვნება ჩხატარაშვილი იყო ასეთი მთავარი ექიმი ოზურგეთის ჩემს ახალგაზრდობასა და სიჭაბუკეში და რასთავარი კოლორიტი და უნიკალური იუმორის მქონე ახლა გურიას ეს ამბავი არ შეიძლება და ის იყო სუპერგურული ცხონებული და ერთხელ მომიყვა რომ მეზობელი გამხდა რავად და ამ მეზობელს თან ცხენებით ცხენოსნობა ხوارები ახლა გურულების სპეციალობა ცხენოსნობა და ამერიკაშიც მაგათ ასწავლეს ჯირით მე მგონი ამერიკელ ცხენოსნებს მე-19 საუკუნეში რო წავიდა გურულების დიდი ჯგუფი ხო და მიუყვანიათ ახლა ეს ჩხატარაშვილი ცოლს დაუძახია და მიხედე ამ ჩვენ ქმარს რა უშუალოდ და ამას გასინჯე ფონოსკოპი დაადო იქ წრემა გაუზომა და უთხრა 3 დღეში ცხენზე შევსვავო გავიდა 3 დღე და მოკვდა ეს კაცი. ხო და ეხლა ყვება ეს ჩხატარაშვილი ეხლა როგორ გინდა მიხვიდა და მიუსამძურო მაგც გავრიცხეო და მივედიო და ცოლმა მიატერო ისე ჩხატარაშვილის შეჯდა ცხენზე რა ვარ ჩვენ შეძვა ცხენზე. ხო და მოვიკითხე და ცხონებული გარდაცვლილა და მართლა ნათელში ამყოფოს. უამრავი გენიოსია ადგილებზე რომელიც წარმოადგენს ნიჭის განსახიერებას იუმორშიც მათ შორის. ამიტომ ძებნა ამ გენიოსების საჭირო. რა თქმა უნდა. მოკლედ ჩვენ ისე ვაგზელებთ ჩვენი ეს საუბრის სტილი, ანუ ჩვენ ვაკეთებთ ერთ სტუმრიანს ხოლმე, როცა თქვენ გადავწყვიტეთ ეს დღესაც რომ იმდენად ვრცელი იქნებოდა საუბარი. ჩვენ ბლოგებს დალიანსებს ვერიდებით. კი ბატონო და ამიტომ ვაკეთებთ ერთ სტუმრიან გადაცემას, გვექნება შუაში ეს რეკლამა. როგორ პრეზიდენტები დაგიფასდებოდ. კი, რაღაცით ეხლა პატივი პატივი. თუნდაც იმიტომ რომ თქვენ სამუშაო ადგილი გადარჩება. გადარჩენილი იქნება. კარგი. მოდით სერიოზულ შეკითხვას დაგისვათ და მე გადავიდეთ იუმორს. თქვენ სულ სერიოზულ შეკითხვებს ვარ. რას პირდებით ხალხს? იუმორს მაინც არ მოგაკლებთ. ეხლა ბიძინა გამოვიდა იტყვის აი მასხარაო. ხო, ანუ ამას წინა თქვა რომ რაღაცა მასხარაო და რაღაცა ისეთი. რა ვქნა ახლა მისნაირი დახვეწილი იუმორი არ მაქვს, ამას დიდი ინტელექტი სჭირდება, მაგალითად მაგალითად იჯდერაო და ეგეთ რაღაცები ხო მაგალი დონე. მათ კიდე ერთი რაღაცა თქვა ბატონო შალო რომ 20 წელიო ხალხს ვატყუებდაო შალო. 20 წელიო ესეთ კი ვარ. გასაგებია, კაი, დაუშვოთ რომ 20 წელი ვატყუებდი ხალხს. მან 20 წლის გზა გაერა 9 თვეში. ანუ თქვენ ამბობთ 9 თვეში 20 წლის მოსატყუებელი. კი, ჩემი ლიმიტი ამოწურა და გადააჭარბა. გადააჭარბა. კი. რა ხდება პოლიტიკურ ზოოპარკში? თქვენ პოლიტიკურ ზოოპარკში შევსება ბიძინა მოიყვანა 2 ზვიგენი. ინდოეთის ოკეანიდან და სულ გაკურებული ვარ გუბაზე და საგრელზე იქ არ ყავს. რატო და ზვიგენი? არა, ისე მართლა ეს ცოტა ეს მართალი ინფორმაციაა რომ სოლოლაკში არსებობს 2 ზვიგენი. 2 ზვიგენი და ვფიქრობ იქ საჭიროა საპატრულო პოლიციის პოსტის გახსნა, ისინი თუ გამოხდნენ გარეთ. ხო, არა. შეიძლება ოცნების კოალიცია ვერ გადარჩეს. ისე რომ გაკვირდებით ბატონ შალვა ლაღიძის წყლებს მაგონებთ. იმიტომ რომ მიყვარს ძალიან ლაღიძე. არც თქვენ გაქვთ რეკლამა და ხალხს მაინც უყვარხართ. ჩემი თავის რეკლამა მე ვარ თვითონ ცოცხალი შალვა ნათელაშვილი. 100 არ ჯობე კედელზე გაკვრას. და არა ან 22000 ლარის გადახდას სატელევიზიო ეთერში. კარგით, მე ერთი შეკითხვა მაქვს ბატონო შალვამ. ნუ აკუბარდია. დავით აკუბარდია. დავით აკუბარდიასთან ხშირად იყავით ხოლმე ეთერში, ხშირად ჩანდით ხოლმე და ეხლა ისე ხდება. საუბრები ბუხართან, ხო? კი, ვაღიარებ, ვიყავით, არამონაწილე ვიყავით. ხშირად, ნუ ეხლა თქვენ აღარ დადიხარ ბიჯინა დადის ხშირად, იმიტომ რომ გუშინ იყო. ხო, ნუ რატომ აღარ დადიხარ? აკუბარდიამ გამოცვალა მეგობრები ეს აპირონების კონსტიტუციურ უფლება ეხლა. დიახ. ხო, მაგრამ ძალიან ზედმეტიც მომივიდა იქ ყოფნა და საჭირო იყო წუთშესვენება. მეც დამესვენა აკუბარდიასაგან და იმანაც დაისვენა ჩემგან. ხო. ხო? ზაფხული ერთხელ აგვისტოს თვე
ნუ ჩვენ ახლა ბაზალეთია ჩვენთვის კანარის კუნძულები და ჰავაი. იქ ავდივართ ჩვენ სახლში და იქ ავარ და ამ დღეს ცოტა შემოკლებული გრაფიკი მაქვს ამ დროს და ცოტა ადრე მივდივარ რომ იქ მოვასრულებ ბაღში გავლა ან ტყეში გავლა ან ბავშვებთან დალაპარაკება და სადღაც ნატახტართან მირეკავს აკუბარდია. სანდალო, სადახარ. თანაც რა თქმა უნდა სარდლად არ მივაჩნევარ მაღადავებს. მაგრამ მეც ამას ვიღებ როგორც ასე თქვა პალაგაემა და თავად სარდალო ვეუბნები, აბა რით გემსახუროთ. მონდი, დაუფრთხოთ ანგელოზები მიშასა. მე ვთხარი, შენ სიცხე ხო რა გაქვს, სატყავს მიშას ანგელოზები. კაცო, ხوان შენ კარი ამიშან, წამოდი. ეხლა მიშასთან შეკროზე ესეთი კომპლექსი მაქვს, რომ მოატრიალებ მისაქცრილად ეს მაგანა წავე. ხოდე. ეს არ დავამბრალო რამენაირად. შეკრის კომპლექსი და შეკრის კომპლექსი. მიშასთან შეკრის კომპლექსი. მივედი სტუდიაში ძალიან ცხელა და აკუბარდიას ცივი წყლით სავსე ტაშში აქ ფეხები ჩაყოლე. ხო. ნუ ამას აჭყაპულებს, მაგრამ არ ვაქცევ ყურადღებას, გარედან არ ჩა. ხო და ნუ ხო არის კაცი ხასიათზე რომ არ გინდა არც არავის გადადგომა, ყველა გიყვარს არც არავის დაჭერა, მათ შორის არც მიშას, არც გრიშას, არც ბიზნესს და ისე მიმყავს ცოტა აკადემიურად. ხო და სარეკლამო პაუზა გამოცხადა, ცოტა მიაწექი. რეკლამა მინდა, რატომღაც რადიკალური გამოსვლა, რეკლამას შემატებდა თუ რა არის, არ ვიცი და მოკლედ მაინც ვერ ამამუშავა და ვერ გამოაგრესიულა, ამ დროს სტუდიის კარი ხო ღია იყო სიცხის გამო რომ დაანიერებინა. შემოვარდა ამ დროს აკუბარდია ზაღლი გვანცა და კატალიზიკო. რაღაც ზეხვი ვერ გაიყვეს თუ რაღაც არ ვიცი. სხვა დროს მეგობრობდნენ ხოლმე. და ზეთ ჩემს მაპატიეთ ფეხებთან დაიწყეს შხუბი. და ეს ბურთყლი ამოდის და არის კნავილი და ხოდა? ერთი ორი კლანჭი მეც გამკრეს რა თქმა უნდა ხლა ხო ვერ შევიმჩინო, მაგრამ ეს შემჩნევა გამოიხატა იმით რომ მოითხოვე მიშას იმპიჩმენტი, გადაყენება და ჰაგის ტრიბუნალზე გადაცემა. გამწარებულმა. ანიენსი. ძალიან მაგარია. ანუ ეგ კატა და ზაღლი ყავს ჩვეულებრივ სტუდიაში დადიან? აღარ ვიცი, ახლა რაც მე აღარ ვარ, შეიძლება ის ზაღლებიც გაიქცნენ და კატებიც. შეიძლება გამოცვალეს ზაღლი და კატაც, უფრო ესეთი ფრონსკი კატა და ზაღლი მიიყვანეს. ისინი კარგები იყვნენ. მეგობრობდნენ, იშვიათად ჩხუბობდნენ, მაგრამ მას მაშინ მოვიდა ჩხუბი. ესე იგი, ერთხელ იყო ასეთი ამბავი, რომ ერთ-ერთმა ინვესტორმა დაიწყო არაგველების ობელისკთან ძულებზე პირდაპირ იმის მშენებლობა, ჰოტელის და კაზინოს. აი, კწანიში, გახსოვთ დიდი ამბები რო ავტეხე. ეხლა ჯერ არაგველი ვარ, მე ყველა არაგველი ვარ, ყველა ქართველი და ეხლა ამას როგორ მოითმენდი და აბა დავიწყეს აქციები და მიტინგები და ამბავი და რეკავს ტელეფონი. თან ვიცი რომ იმ ინვესტორთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ხო. მინც უნდა აშენოს იქ. სანდალო რა არის ქვეყანა რომ დაანგრიე. რა ხდება მე? მაგარი შეკითხვა აქ ხოლე ეს. ქვეყანას რო ანგრიე. ხო, რა ხდება და ეს სამასი ანაგონი გაიქცა მანდ და აღმახათხან იქ მიეწია ჟინვალთან და იქ ჩახოცა მანდ კი არ არიან და ნუ თან ეხლა გიმურსული საღამო არა მაგ მე გაჩვენებდი როგორ აშენებ და ბოლოს ჩაერია რა თქმა უნდა უწმიდესი და ის შენებლობა არ გამოვიდათ მაგრამ ვერც ისტორიის შეცვლო ვერ მოახერხეს. არა, ერთი შეკითხვა მაქვს, ფეხები რატო ხოდა ჩადგმული ან წნება? ცხელოდა. არა, ცივწყალში. მეთქი წნება მოიცის. წნება ახლა. წნება მას არ მოუარს. და ანუ
სიგარეტს ეწევა მართლა სტუდიაში ხოლმე თუ ეს მითი არის? ხო არა, მითი არა, სამწუხარო რეალობა. სამწუხარო რეალობა. იმიტომ გუშინ არ მოაწევინა ბიძინამ და ეუბნებოდა რომ ხო. პრემიერი როგორც საკუთარ თავს უფრთხილდება, ასე რომ ხალხს უფრთხილებოდეს, უბედნიერეს ერი იქნებოდა. კარგით. ბატონ შალვა, კიდე ერთი ესეთი ისტორია გამახსენეთ, პირველად რო იყავით ჩვენთან გადაცემაში, იყო ესეთი ისტორია, რომ დეპუტატების გადასვლა არ გადასვლის სცენა იყო რა პარლამენტში, როდესაც გამოდიოდით სიტყვით და რამდენჯერმე გადათქვით სახალხო დამცველის კანდიდატურაზე იყო. სახალხო დამცველის კანდიდატი რამდენჯერმე გადათქვით. მოციშულებზე. აი მაგალითად, შეგიძლიათ თუ აი მე მიმიღოთ თქვენთან პარტიაში, ლეიბორისტულ პარტიაში რომ მოვიდე. ჩემი ადგილს დაკავება გინდა? არა, ზოგადად ერთ-ერთი პატარა ლეიბორისტი ვიყავ. ხო და აი მაგალითად გადმოვედი თქვენთან პარტიაში. არა, გასვამდი. გადმოვედი თქვენთან პარტიაში, როგორ დამახასიათებდით მე? აი იმპროვიზირებულად რა როგორც თქვენ კარგი ქართველი, პურის მჭამელი, არღანზე მოკეიფე. ხო, ანუ აი არღანზე მოკეიფე, ნუ შეგიძლიათ გააგზავნო და უცებ გიღალატეთ და გადავედი სხვაგან. გილოცავთ მილიონების შოვნას. კარგით. მოგილოცავთ, დავარასვიდოთ. მაგრამ აი გადასვლებთან დაკავშირებით, მაგალითად, ბევრმა ადამიანმა დატოვა თქვენი პარტია. ეს ხო ის ჩვენ ვიცით, რამდენიმე თაობამ გაიარა თქვენს ხელში. ექსოდო მაქვს და მე რომ ნამუსი მქონდეს, აკაკი წერეთელის გამძლეობით უნდა მოიქცე. დიახ. ხო და როგორი ახლა ურთიერთობა როგორი გაქვთ მაგალითად გადასვლებში? ნუ არც თუ სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს მათთან. ცდილობ არ გავიცენ. ქალბატონ ნესტაკირთაძესთან როგორი? არა, ნუ ნესტანი და მე ახლა ფაქტურად ერთად ვარ გაზრდილები, ნესტანი ორჯერ იყო ჩემთან, ორჯერ წავიდა, დარწმუნებული ვარ მესამედაც მოვიდა, მესამედაც ჯერლო წავიდა. ნესტანს ჰქონდა ბინა მთაწმინდაზე. პარლამენტის გვერდზე იქვე. მართალია საეჭვოდ ჭრიჭინებდა ეს ბინა, მაგრამ ასე მალე თუ გავიდოდა ფინალში მე ვერ წარმოვიდგენდი. და 98 წელია მე ვარ ბათუმში, მაშინ ასლანს და მე რაღაცა მოლაპარაკება გქონდა პერსპექტივებზე, ნუ ვერ შევთანხმდით, მაგრამ მოლაპარაკება მაინც იყო და დილის 8 საათზე გადაიხსნა კედელი ქუჩის მხარეს და ნესტანი თავისი სიმშვენიერით წარსდგა მთაწმინდელი ამომრჩევლის წინაშე. ანუ სახლი დაენგრა გოგოს და როგორ ამბავი გამოიქეცი მაშინო ბათუმი და იმ პერიოდში მოგეხსენებათ პრობლემა იყო თქვა შუქი ღამე ითიშებოდა ნუ ბუნებრივია ნესტანს დაემართა შოკი ფსიქოლოგიური შოკი ამ ხელამბისგან როგორ ამბავი და წაუყვანიათ საავადმყოფოში გლეჩ კომბინატი რო ქვია ვაკეში იქ დაუწვენია და ჩვენთან ფრაქციაში იყო ერთი დეპუტატი რომელიც მუშაობდა პოლიციის უფროსად თავის დროზე მარნეულის რაიონის და ესე იგი მოხსნეს რისთვის იარაღს უგზავნიდა გამსახურდეს ბუნკერში და ზღვაზე აგზავნდა პურმარილს იმათან. ანუ ორივე განსდებდა კვერცხებს და დაჭერას გადარჩა. მოხსნეს, მაგრამ მე დეპუტატი გახდა, მაგრამ მისი ინტელექტი უკვე იწყებოდა და მთავრდებოდა პოლიციის უფროსობით. რაც არ უნდა მომხდარიყო, ყვებოდა იმას, როგორი მაგარი პოლიციის უფროსი იყო და მივეჩვეთ ახლა ამას და ვერთობით და მივედი ლეჩკობინეთში ღამეა სინათლები გაქრა ამ დროს ქალაქში. მივყავართ კორიდორში, სადღაც გაიღო კარები, პალატა, ნესტანი წევს ამაღლებულ საწოლზე, თეთრზე, გულზე ადევს ამ პოლიციის უფროსის მიტანილი ვარდები და თავით უდგა სანტელი. და ეს უყვება როგორ იყო პოლიციის უფროსი მარნეულში. და ალბათ ნესტანს ისე არავისგან არ გახარებია როგორც მე გავუღარდი, მაშინ რომ დავიხარ რომ ვისცემი ამ საპარიშუტოს ავაცალე ვარდები ის სანტელი შორს გადავდი და მომწევი და ალი მე მიჭოდა გას თავისი გაშირულია. მოკლედ დავბრუნდით ეთერში ბატონ შალვა ნათელაშვილია ჩვენი სტუმარი. ბატონ შალვა გავაგზავნოთ საუბარი. ნუ სალამ ამბებზე გადავიდოდეთ, მინდა ერთი ხო განათლებული კაცი ხართ და გეცოდინებათ თქვენ. ანუ რომელია სწორი, მიჭირხნა თუ მიჯირყვნა? ეს ყველას უსვამდა, ნუ ვერავინ ვერ გამცა პასუხი. მიჭირხნა თუ მიჯირყვნა? ალბათ ამ კითხვაზე პასუხს თვით აკაკი შაინზე ვერ გაგცე. ამ თემაზე მიაკითხეთ აკვარიუმში თუ რა ქვია? აკვარიუმი. ზვიგენების პატრონს. ზვიგენების პატრონს. თუ გადაურჩებით ზვიგენებს.
ხო, არა, იმიტომ რომ თქვენ თქვით რომ ადრე თქვით მაგალითად რომ მარგველაშვილზე შემოვლაწუნისავით რომ დაყავსო ბიძინასო. ეხლა ციგრე დაყავს, უხელა კი აკუსტანი ყვნები. ხო, მაგრამ ეხლა ეგრე მამა ოხროხი. ეგ ადრე დაყავ. ხო, მაგრამ ეგ დაყავდა ადრე. ეხლა შენ არ გინახია მარგველაშვილი როგორ დადის ციციკორე პაპასავით ეს. ციციკორემდე ბევრი უკლე. ბატონ შალვა, ერთი შეკითხვა მაქვს ესეთი. დიდი ხანია პარლამენტში არ ყოფილხართ, ხო? საბედნიეროდ და იმიტომ გამოვიყურები კარგად. ხო და მე მაინტერესებს აი იქაური ამბები რამე თუ გახსოვთ ისეთი კიდე საინტერესო. არა, რა დამოიწყოს იქაურ ამბებს. სახში მივედი ღამე და დამხვდა ჩემი დეპუტატის მეუღლე, ჩემი პარტიიდან იყო, რა თქმა უნდა, მე იმანაც მიღელატა, მაგრამ მაინც. ხო. შეულებრივი და მაცნობა რომ მისი ქალიშვილი, ძალიან კარგი ბავშვი, პოლიტიკურ მძევლად აიყვანეს და გაიტაცეს პოლიტიკური მოტივებით. დიახ. რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ცოტა დაიჭობულები ვართ პოლიტიკოსები იმდენ რაღაცა ტრელებს ჩვენ თავზე და სერიოზულად მივიღეს ამბავი. და ეს რა ქვია, დაურეკეთ ჯერ პატრულს, მე ველაპარაკე და უთხარი რომ ვანოსგან ბუნდღას არ დავტოვებდი მერაბიშვილისგან. თუ იმ ბავშვს რამე არ დააბრუნებდნენ სასწრაფო და ხვალ აქციას მოაწყობდი თავისუფლება პოლიტიკურ მძევას, ასეთი ლოზუნგით ვანოს კაბინეტის წინ სასახლეს სადაც არის, სადაც მუშაობდა და მოკლედ მაქსიმალურად დავემუქრე რაც შეიძლებოდა. მე ბელამ გამომგლიჯა ყურმილი და უთხრა ამ ქალბატონს, პატრულის ქალბატონს, რომ დილამდე თუ არ დააბრუნებთ ეგაო, ესე იგი თავარია რომ გაუპატროება არ მოასწრონო. და სასწრაფო დააბრუნებთო და იმ ქალმა 7 ხმით უპასუხა, რომ ეგ ამაღამ აუცილებლად მოხდება. რა თქმა უნდა, ამ პასუხზე უფრო აღშფოთდით და ჩავიცვიმე და როგორც მოდაში ამ დროს მდევარი ხო უნდა ქალს. და ყოველგვარი აძღოლი გაუმიზახებია ჩემი ვიღაც მეზობლის მანქანა იყო, ყოველგვარი მისამართი იცოდნენ ამ ბიჭის, ადრე ეთყობა მეგობრობდნენ და გავარდი პირდაპირ ამ ბიჭის სახლში. სადაც დამხვდნენ აღშფოთებული მშობლები, გაიგო რომ ამ გოგოს თავის მანქანით გაუტაცია ეს ბიჭი. და პოლიტიკური მძევალი. ანუ ჩამივარ და პიარი. პოლიტიკური პიარი ჩამივარ. კიდე გაქვთ რამე ისეთი ამბები, საინტერესო? არა, ამბებს რა დალევს, მაგრამ არის ისეთი რომელიც აი სულ თავში ტრიალებს. ერთხელ გამაგზავნეს ყვარლის პროკურატურაში, როცა პროკურატურაში მუშაობდა, უნდა შევმოწმებინა ეკაური პროკურორის საქმიანობა. სხვადასხვა ძალიან კვალიფიციური საბიჩი იყო, მამის სახელი აღარ მახსოვს გვარი. საბა ერქვა მამის და საბიჩს ეძახდნენ, მაშინ ნიჩობით იყო მოდაში და კვალიფიციური იურისტი იყო ძალიან და ისეთ პატვისაცემი კაცი და არ ველოდი დიდ დარღვევებს და ამოუწია არაღძრული მასალები. აი აღძვრაზე რო უარს იტყვიან ხოლმე, რომ არ არის დანაშაულიო. აი კეთება ყველაზე დიდი ფული საერთოდ. ხო და ისინი ამოუწია, მომიტანეთ მეთქი უთხარ და ერთი ნორმალურად არის, მეორეც არაფერი უკანონობა არაა. და ვკითხულობ ერთ-ერთ მასალას, ესე იგი, გაუპატიურება რა მოკლედ. გოგონა საჩივარია. მერე არის ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ჩანს, რომ ამ გოგონას ტანზეც მიყენებული აქვს ფიზიკური დაზიანებები და ტანსაცმელით შესაბამისად მიგლეჯილ-მოგლეჯილია. გაუპატიურება ნუ სახეზეა, იურიდიული კვალიფიკაციით. მაგრამ საქმეზე არ არის ნომერი აღებული და აღძვრაზე ითქვა უარი. გაუშვეს ეს დამნაშავე და მოტივი არ გაინტერესებთ. ხელწერილი, სადაც წერია. მე პეტრე პავლეზე, თქვა სიტყვაზე ღობეგლეჯიაშვილი. პირობას ვდებ ყვარლის რაიონის პროკურატურის წინაშე, რომ დღეიდან სქესობრივ კავშირს არ დავამყარებ არც ერთ ქალთან. მოტივით არის არ აქვს რომ გამოსწორდა კაცი. მოთხარი კაცი დაგეიმპოტენტები. ერთხელ დავიწყეთ ბუნების კანონმდებლობაზე მუშაობა. მაშინ მართლაც ბუნების დაცვა რეალურად ხდებოდა, ეს ხეთყე არ იჭრებოდა, რუსეთიდან შემოდიოდა მზახე მასალა, ტყეც წესრიგში იყო, საზოგადოებას, პარკების, ბაღების და მაინც ხდებოდა რაღაცა დარღვევები ზოგიერთებს არ შეეძლოს ჩახვახვილის გარეშე და შვლისწვადების გარეშე პურის ჭამა, მაშინაც იყვნენ ამათი წინაპრები, ისინი მაშინ ცეკაში იჯდნენ, ახლა ესენ აქაურ ცეკაში შედან. ხო და დავიწყეთ ბუნების კანონმდებლობის შემოწმება და გამოაცხადეს მთელ საქართველოში, რომ რაც კი დარღვევები იცით, ვინმე არღვევს კანონმდებლობას, მოგვაწოდეთ ინფორმაციები და ნუ ჩვენ რეაგირებას გავაკეთებთ და წამოვიდა უამრავი საჩივრები.
ის ზოგი მეზობელზე წერდა რომ ახე მოჭრა უბილეთოთ, ზოგი თქვათ იქ უკანონო მონადირეებზე, უკანონო მემწყერებზე, მეთევზებზე, ნუ მთელი ამბავი. ზოგი აფეთქებდა თქვათ იმ ბომბს იმ წყალში რო თევზები დაიჭირა და ნუ იქ პროკურორებს ვავალებ და ისინი რეაგირებას აკეთებენ და იმდენი საჩივარი იყო რომ ბოლოს შტამპოვკა გავაკეთე. ტიპიური მიმართვა რომ აღარ მომდომოდა ყოველ იმაზე დაწერა და პროკურორს გავალებთ სასწრაფოდ აღმოფხრათ კანონის დარღვევის შედეგები და გვაცნობოთ 10 დღის ვადაში. ხო და იღება კაბინეტის კარი და შემოდის ხარაგაულის პროკურორი ზაალი ჩერქეზიშვილი, ძალიან საყვარელი ადამიანი, წესიერი კაცი, დარცხვენილი, ოდნავ გაღიმებული და ხელში უკავია დიდი ჩემოდანი. ვიფიქრე რა არის ამ ჩემოდანში, რა უნდა ყოფილიყო. რა არის მე ვთხარი ზაალ. აკო დათვის ტყავია. რა უნდა დათვის ტყავს? თურმე იმ საჩივარში ეწერა, რომ დათვი შემომესია და ნეტლ სიმინდს ჭამსო. დათვი. და მე რო გადაუგზავნე ეს დავალები, მათ მოუკლავთ ეს დათვი, გაუთხოვებენ და მტკიცებენ ჭომით არის. კანონის დარღვევა აყვეთ. დათვის ტყავი რა თქმა უნდა გავატანე უკან იმ დათვის დახვას არ შემეს. ბატონ შალვა, თქვენ ხშირად აკრიტიკებთ ხოლმე მაგალითად ბიძინას ივანიშვილის შენაძენ რაღაცა ნივთებს, მაგალითად სურათებს, რომელზეც ამბობთ რომ ამდენი მილიონს ატო ხარჯავს სურათების ყიდვა. რაც უყვარს სურათების სახში ძვირფას სურათები. როგორ შეაფასებთ ამას რატო ანუ როგორ უყურებთ ზოგადად ამ მიმართულება, ამ მიმდინარეობას სურათებს? უყურებ ძალიან ისე მართლა გროტესკულად. ერთი მეგობარი მყავს, სხვათა შორის ბავშვობის მეგობარია, მილიონერი გახდა, მაგრამ ისევ მე დამყავს რესტორნებში, როცა ესე იყო მიჩოული, ბედი არა მაქვს რა ფული. ხო, ისე ყველა ფული შეულოს, შენ რატო შეულოს? ხო, ნუ ახლა ბედი უნდა და შნო ყველაფერს. აი ეს კინო როა, შნო იქონდა და იმიტომ რომ გადმოხდა ეს კაცი და დაიმკვირა, ხო. ხო და წამიყვანა თავისთან სახში რემონტი დაუმთავრებია, რაღაცა რომაული რემონტი ხმევია, რაღაც მარმაილოები უნდა იყოს, მაგიდაც კი და ბოლოს მაჩვენა თავის ოთახში, სადაც ასე ვთქვათ მუშაობს და კაბინეტია სალვადორ დალის სურათი ნაყიდი. მითხრა რომ 2 მილიონი გადავიხადე ამაშიო. რა ვთქვა ბიჭო, ჩემთვის მოგეცა ის 2 მილიონი არჩევნებსაც მოიგებდი და ხანდახან მე თვითონ გავიკურებოდი ამ კედელზე. ეხლა ამ სურათზე ხატია ბოლტი და გაიკა. და თურმე ქალია, ის უნდა წარმოიდგინო ქალი, ვინტის და იმის დანახავს. ხო და მე ვთქვი ეს არის ძალიან მაღალი ინტელექტის სფერო, მე არ მესმის ეგეთი ნახატები, ისევე როგორც არ შემიძლია გავიგო, რატო უნდა გადაეხადა ბატონ ბიძინას 165 მილიონი დოლარი პიკასოს ორსახიან დორაში. რომლის ნახვა შეიძლება ღამე დამთავრდეს აუცილებლად ნერვული შოკით. ხო, როგორც ჩანს, კაი ნერვებია. გასაგებია, ბატონ შალვა, კიდე მე ერთი რაღაც მინდა, ნუ ხშირად ამბობთ, რომ ერთადერთი მთავარი კონკურენტები ვინც არიან ჩემი და ვისაც დაუჯდები დებატებში, ესენი არიან მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ანუ ვისაც პირდაპირ ვერ მოიტყუო დღემდე. ვერ მოიტყვეთ და მე მინდა მოგცეთ ამის საშუალება. თუ იქნებით მზად რომ დაუჯდეთ დებატებში, ოღონდ ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთიო დებატები ლექსებით. თქვენ თუ ჩაერთვებით. აი წუხალ ცუდის ისმარი უნახე და რაზე ამიხდა. დებატები ლექსებით ჩვენ გვაქვს თქვენზეც, ანუ თქვენი სათქმელი ლექსები დაწერ, რო არ ესე ექსპრომტად რო არ გაფიქროთ. ძალიან კარგი ლექსებია, ანუ წინასწარ გეთქვათ მე თვითონ დავწერდი ამ. ანუ ნუ შაირებს და მაინც მიყვარს ცოტა იმპროვიზირებული ამბავი. შეგვიძლია პირდაპირ შეგახვედრო და დავიწყოთ აი ესეთი ფორმის დებატები რა. მობრძანდით თუ შეიძლება. აი შეგვიძლია ესეთი ვეწავალ. შენ წახვედი, შენ წახვედი. ვერ გავაძე. ეხლა ფეხზე რომ წამოვიდგე, იტყვენ ალიანსში არიანო. აი რა ვქნა. აკობი ხარ ბატონო შალვა, ეს კაცი მეგობრე თქვენ აკობი ხარ კაცო. როგორ ზანდები წამოვიგეთ. როგორ არიან პინგვინები? დასუსტებული ხარ, ხო? თქვენს ხელში დავსუსტე. დაბზადი. მაგისმეთ. ბატონო მე მინდა მოგესალმოთ პირველ რიგში. მაგრამ მე მინდა თქვა ყველას გასაგონად რომ ვანო ვიცოდი რომ მაგარი იყო. მთელმა ევროპა მაგარი რომ ვანო არის მაგარი იუმორში. მაგრამ მთელი მსოფლიო არის გაუგნებული რაც შალვას აქვს იუმორი, ასე რომ შალვა არის არ მაგარი. ეს სხვა პლანეტად არის, ძალიან განსხვავებული.
ძალიან განსხვავდება. არ მიწვევ, მაგრამ სიცრუის ხოვ, შენ სიცრუის. შენ დღე დამოსწრება სიცრუის ხოვ შენ. ეხლა რისთვისაც ხარ მოსული დაიწყო. დავიწყოთ ხო ბატონო ბიზნესი თქვენ დაიწყეთ გააგზელებს. ბატონი მიშა და დაამთავრეთ ბატონი შალვა. ჩემი ლექს ამოღებული მაქვს თვითონ. 9 საბოც. წელი ქვეყანაში ჭამდი. არ დადავი აბაზი. შენ ხარ ტაკი მასხარა? ეს კი შენი ჯამაზი. აი ორი ჯამაზები ხარ. ორი ჯამაზები ხარ, ახლა? ახლა არის თვა, ახლა მე მიკვირს რომ ეცილებად, მაგრამ რა არის. ბატონი მიშა გააგზელებს. ოლიმპოსზე წამომჯდარ ხარ, ვითო მართლა ზევსი ხარ. აკვარიუმში როზე ხარ, კაცი ხარ თუ თევზი ხარ. გააკებინე ხო საზოგადოებას, აგერას. ბედნიერი მომავალი ხალხში დააპიარეთ, თქვენ რომ ჩემთან მართლები ხართ, მაგ სიმართლითი არის. ეს არ შეიძლება ბატონო, ასე არ შეიძლება. აი ნახე მე მოგიგეთ მაღაზია ხარ, ახლა მოგიგოთ შეყადე მე ჩემი ბური თვა მაქვს. ჩაიკითხე. ჩავიკითხა, აი შეყადე. გაიზრდება პენსიები და დაიკლებს დენის ფასი. როცა მოვა სათავეში ჩემ პლასტელინის კაცი. აი კაცი იქნება. ჩვენ გვაქვს. მაშინ გვეშველება. მაგის მზაობა გვაქვს ჩვენ. გეტყობათ. ჩემ დაჭერას რომ აპირებ. და სხვა აზრი არ გაქვს თავში. არჩევნები როგორ რჩება? სადამ მკითხავ ფლორიდაში? ფლორიდაში არის, ჭორილაში დაგიხავ, ჭორილაში. სტებით მარგველას ისუსტის თუ რომელიმე ისე გვწავთ. მე თუ გიყნიდი რაკამდე მარგველაშვილი მიგძერ წავთ. ასე მიგძერდა და მიგძერწერები რაო, ნახე, მიგძერწერა. ნახე, არ იქნება დაშვილს იქნება, რა იქნება, ნახე. არავის ბავშვი გავახსენე როგორ ვიტყვა. ქალაქები შედებოდა და ქვეყანა ედემს გავდა. ყველაფერი გააჩერეთ მესელიას ენის გარდა. წლების განმავლობაში ფოც შალომაც იცის ლეკარ. ფოც ტანჯავდა კოგო, ეხლა ტანჯავს ეკა მესელი. ქვეყნის ფიქრი, ქვეყნის დარდი არ მასვენებს ერთი წამით, მარგველაშვილს დაატარებს შემოულაწუნესა. მაგარი კაცი ვარ, საკერგეტი კაკალია მარგველაშვილი ძალიან თავისებური კაცია, მაგარია. ხალხს რომ უჭირს შენ გაკითხო სოლოლაკის დიდ ვილაში. ფულის ხარჯვა თუ არ გსურდა, შდარეყავი ჭორვილაში. რიტონიკაში თვალი შევიდა. აი ეს არის თავი, რიტონიკაში თვალი გობია. ჭორვილი საცალფეხო ბილიკი არ არის საქართველოს. ეს ბედო იცით ასე რომ რიტონიკაში იცვალე და და ბატონი შალვა ამთავრებ თქვენ ძალიან ბოლოს ესეთი აი გრანდიოზული. მნიშვნელოვანი. იპასუხე სად გუგუნებს შენი 100 ქარხანა. მოვიშორეთ ალხანა და ავირჩიეთ ჩალხანა. დააღარი მოვია, მაჯობა ბიჭო, მაჯობა კაცო იმოში. მაჯობა თავისებური მოვია. დამელოდი შენ, დამელოდი მაჩე. აი ეს კი ინკლაუბეს. სახანძრო გაყოლე შენ. ეს კი ინკლაუბეს, რა ვქნი? ჩვენც დავიღალეთ ხალხი, ბავშვებს ახასიათებს ეგ. რა ვქნი, ეს კი ინკლაუბეს. გაიზრდებიან, დაბრძენდებიან. მოკლედ ბატონ შალვა, მინდა წარმატებები გისურვოთ, ზეგ არჩევნებია. შეგიძლიათ ერთი წუთით გააქვთ და მაყურებელს მიმართოთ ყველა კანდიდატი ვინც ყოლე, ყველას მიეცით ამის საშუალება და თქვენც რომ რა შეიძლება გააკეთონ კვირას. ადამიანებმა შეგიძლიათ მიმართოთ მაყურებელს ხო. ეს სერიოზულადაც ბოლოს. ადამიანებმა თვითონ იციან რა უნდა გააკეთონ. მე შემიძლია ჩემს ლამაზ ხალხს თუ მომეცემა ამის საშუალება ის ღიმილი დაუბრუნო, რომელიც მათ ასე საოცრად უხდებათ. საოცრად უხდება. წარმატებებს მინდა გისურვოთ. შალვა ნათელაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. მადლობა ბატონ შალვა, იცოცხლე. ძვირფასო მეგობრებო, დღეს პიამით გემშვიდობებით, როგორც ისიც ორ დღეში არჩევნებია და იქით კვირას ვიქნები ან ბაქრაძესავით თბილი, ან ნათელაშვილივით მეამბოხე, ან მარგველაშვილივით ელასტიური, ან რუსეთივით ცივი და შეუბრალებელი. ნახავთ.